კიდევ ერთხელ გამომშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი თინა თინთოფურია. რეგალიების წარდგენა უკვე საჭირო აღარ არის, იმიტომ რომ თინიკო ჩვენი მაყურებელი და მსმენელი კარგად გიცნობს. მოგესალმები და გმადლობ რომ ხარ ჩვენი სტუმარი და აი რაშია საქმე, რატომ მინდოდა რომ ყოფილიყავი დღეს ჩვენთან. ერთი ამბავია ატეხილი ამერიკაში. ფაუჩის წინააღმდეგ. თუმცა მას ვერ იჭერენ, იმიტომ რომ ბაიდენმა შეუქმნა ის პირობა, რომ ესე იგი ხელშეუხებელია, მაგრამ ძალიან სერიოზული მიდგომაა, ძალიან ბევრი პრეტენზიაა ფაუჩის წინააღმდეგ და ყველაფერი მე ხარ რასაც გადავავლე თვალი, ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, კოვიდი, აცრები, ეს აფეორა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მიხარია უბრალოდ რომ რისთვისაც ვიღწოდით და რაზეც საუბრობდით, ეხლა თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე პრეტენზიებს უყენებენ ფაუჩის. ნუ რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით მოგიწვიეთ, იმიტომ რომ ძალიან მცირეა ინფორმაცია და თითქმის მთელი მსოფლიო აჟიტირებული ამის გამო ხა, მაგრამ საქართველოში დუმილია. რა ხდება თინიკო? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რა ხდება და მსოფლიო დღეს ყურებზე შეიძლება ითქვას. ძალიან დიდი ამბებია. ჩვენთან არის დუმილი, საერთოდ არანაირი ინფორმაცია არ იმჩნევა რა ხდება. შენ მართალი ხარ, ის ყველა ის თემა, რომელიც ეხლა წამოუყენეს ბრალდებად და უკვე სერიოზული მტკიცებულებები დოკუმენტურად ჩვენს მიერ არის გაჟღერებული. აი, შენთან მქონდა ეს გადაცემები, ჩემს ავტორო გადაცემებში და სოსო მანჯავიძესთან რეგულარულად იყო ეს ინფორმაციები. თუმცა დღეს ეს ბევრი იბრალებს, თუმცა პირველები მაინც ჩვენ დავიწყეთ ობიექტივში და კი ბატონო, შენი წყალობით მთელი პროექტი გქონდა მთელი 3 წლის განმავლობაში, ხო? ეხლა საქმე იმაშია, რომ დაიჭერენ თუ არა ფაუჩის, ეს ძალიან რთული სათქმელია, იმიტომ რომ ბაიდენმა მას თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეს მოგეხსენებათ მისცა წინასწარი შეწყალება. ანუ ინდულგენცია ფაქტიურად, რომელშიც წერია, რომ შვილსა და ფაუჩის, ხო? თავის შვილს და ფაუჩის. უპრეცედენტო ის მიცა. სადაც მითითებული არის წლები, რომ 2014-დან 2029 წლამდე რას არ უნდა გააკეთებია და ჩაედინა დანაშაული ან გააკეთებს მომავალში, ამისათვის მისი დაჭერა და დასჯა არ შეიძლება. მაგრამ სულ სხვა არის ტრამპის პოზიციები. მას არ შეუძლია კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ ეძებენ გამოსავალს, სამართლებრივ გამოსავალს, ის დაისაჯოს. ეს არ ნიშნავს, რომ ციხეში ჩასვამენ, თუმცა ძალიან უნდათ. მაგრამ ის რომ ეს გახმაურდა და დოკუმენტურად დამტკიცდა ყველაფერი და როგორ დამტკიცდა ახლა? დღესდღეობით ეს ხდება სენატის დონეზე. ნუ კენედიზე აღარ ვლაპარაკობ, კენედი მას დიდი ხანია ერჩის და უდებს ჯერ კიდე კოვიდამდე დიდი ხნით ადრე ძალიან ბევრ ბრალდებებს უყენებს, დოკუმენტურად დადასტურებულს, რა თქმა უნდა, სასამართლოში ბევრჯერ უჩივლა და მოუგო, წიგნის დაწერა, ნამდვილი ფაუჩი ესეთი, სადაც არის მისი აფიორები მსოფლიო მასშტაბით, იგივე ინდოეთში, იგივე აფრიკის ქვეყნებში, რას აკეთებდა, როგორ დაზარავდნენ ბავშვები, დიდები, თავისი ვაქცინაციით და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა ცოტა შორიდან დავიწყო. ეს COVID პანდემია იგეგმებოდა 2014 წლიდან და ფაუჩი აწარმოებდა როგორც უკვე დადასტურებულია, ცნობილი იყო, უბრალოდ დახმაურებული არ იყო ეს საზოგადოებაში, ვირუსების ფუნქციის გაძლიერების პროგრამას, რომელიც თავის დროზე აუგრძალა ჯერ კიდევ ობამამ და ამიტომ მან გადაიტანა ეს ჩინეთში, უხანში. საიდანაც მოხდა გაჟონვა აი ამ ვირუსის. ხო, ამას უკვე ვეღარ უარყოფენ. არა, ვერ უარყოფენ, ეს ოფიციალურად არის და ფინანსდება. კი, რამ გამოიწვია? ხო, რაღაც 900 რაღაცა მილიარდამდე დოლარი არის ამ პროგრამაზე გამოყოფილი, გადახდილი ფაუჩის მიერ სხვადასხვა გზებით. მაგრამ ეს უკვე ყველაფერი დევს, ხო? ის ქვითრების, გადარიცხვების, რომელმა ფირმამ გადაურისხარა, რა აფეორები მოხდა და ეს გზები რას იყო ნაკლები. ანუ კოვიდის მიზეზი კოვიდის მიზეზი არის იყო, ხო, გაჟონვა. თავიდანვე ვისოვდით ჩვენ ეს და ვამბობდით ამას, ხო? რომ არავის არ შეუჭამია ბაზარში ეს რა ქვია იმას, ღამურა
რომ ეს იყო გაპარული, ესე ვთქვათ, გაჟონილი ამ ლაბორატორიიდან. აი ეს შემთხვევა მე მაინც ეჭვი მაქვს, ეს შემთხვევით მოხდა თუ შეგნებულად. იცი რა, გაჟონვა შეიძლება იმ მომენტში არ ელოდებოდნენ, მაგრამ ზაობა კოვიდი კარგად გამოიყენეს ყოველ შემთხვევაში. უკვე იყო და იმ თვეში თუ არა, შემდეგ თვეებში მაინც მოხდებოდა ეს ამბავი. და რას ნიშნავს ვირუსის ფუნქციის გაძლიერება? ესე იგი იღებენ რომელიღაცა ვირუსს, ამ შემთხვევაში კოვიდის ვირუსს და მას უძლიერებენ ფუნქციებს, რომ ის გადადიოდეს არა ცხოველიდან ცხოველზე მარტო, არამედ გადადიოდეს ცხოველებიდან ადამიანზე. აი ეს არის უკვე თავისთავად ძალიან დიდი დანაშაული. რატო უნდა გახადო ის ვირუსი, რომელიც არის უნებელი ადამიანებისთვის? კი ბატონო, აქ თქვა ფრინველებს ატიპის ვირუსები, კოვიდი აქვს, კოვიდის ვირუსები, კორონავირუსები აქვს, ღამურებს და ასე შემდეგ. რაღაც ჯგუფებში ისინი იხოცებიან. მაგრამ დამუშავდა ისე, რომ ადამიანებზე გადასულიყო. ამაში გამოიხატება ეს პროგრამა და საინტერესოა, რომ ამის უკან დგას თვითონ ერთ-ერთი უწყება, იმისი რა ქვია, სამხედრო უწყება ამერიკის შეერთებული შტატების. ეს მარტო ფაუჩის ინიციატივა არ არის. ფაუჩი იყო იდეოლოგი და შემსრულებელი, მაგრამ მთლიანობაში ეს იდეოლოგია არის, რა თქმა უნდა, უფრო ფართე. ფაუჩი უარყოფდა, რა თქმა უნდა, და მთელი პანდემიის დროს უარყოფდნენ ამ თეორიას, რომ ამან გაჟონა, ეს დამტკიცდა. ეხლა 29 ივლისს შედგა სენატში განხილვა ერთ-ერთ კომისიაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს რენდ პოლი. რენდ პოლი შენ გახსოვს ალბათ, ჩვენ ბევრჯერ გავაჟღერეთ მისი აი შეკრებები ჯერ კიდე კოვიდის დროს, როცა ის იწვევდა ნამდვილ მეცნიერებს და მოწმეებს და ისინი დებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენია დაზარალებული, როგორ მოხდა, რომ ჯარისკაცები დახოცეს და დაავადეს ამ ვაქცინით და ასე შემდეგ. და იბრძოდა აი ამ ვაქცინაციის შეწყვეტისათვის. დღესდღეობით ის არის სენატში აი ამ უსაფრთხოში გაუსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე თუ კომიტეტის. და მათ 3 საათნახევრიანი დაკითხვა ჰქონდათ ფაუჩის, მიწვეული იყო. ფაუჩი ჯერ ამბობდა უარს, არ მიდიოდა, მერე ის სასამართლოს ძალით აიძულეს, რომ მაინც უნდა მისულიყო. დაუსვეს 111 შეკითხვა. არც ერთზე არ უპასუხა. პასუხი არ გასცა. არ გასცა. იმიტომ რომ ამერიკის კონსტიტუციაში ყოფილა ერთ-ერთი დათქმა, ესეთი პუნქტი, მეხუთე პუნქტი, რომ ადამიანს აქვს უფლება არ უპასუხოს იმ კითხვაზე, რომელიც არის მის წინააღმდეგ მიმართული და შეიძლება მისი კრიმინალიზაცია გამოიწვიოს. ხო, ადამიანმა თავის აქვს უფლება არ მისცემს, მის დუმირის უფლება გამოიწვიოს. საწინააღმდეგო, საკუთარი თავის საწინააღმდეგო. ბოლოს მივიდა იქამდე, რომ ერთ-ერთი სენატორი ეკითხება, რომ დღეს რა დღეაო? ესე უნდა მეხუთე მას გამოვიყენებო დათქმასო. მერე ეკითხება, რომ რა ფერის განსუკი გიკეთიაო? არ გიპასუხებ, აი ამ დუმირის უფლებას ვიყენებო. ეს ჩაითვალა როგორც უპატივცემულობა სენატის მიმართ, იმიტომ რომ უკვე მას 9 დაგდებამდე მივიდა საკითხი. და ბრალდებები იყო როგორი და რის საფუძველზე იყო, რას მთავარია. ესე იგი, დაიჭირეს მისი მარჯვენა ხელი, როდესაც ის იყო ინსტიტუტის დირექტორი, რომელმაც, დაფქვა, ესე ვთქვა, თავიდან არ ამბობდა, მაგრამ მას უპოვეს შხრეკის დროს დოკუმენტები, მიმოწერა მათი და აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება უწყობდა ხელს, რაშიც ედება ბრალი, იმაში, რომ დაემალა ეს ყველა ინფორმაცია, რაც მათ იცოდნენ. ანუ შეთქმულება ჰქონდათ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ, ხო, ფაქტიურად. და ის არის ძიებაში უკვე სასამართლო მიდის ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. მე არ მოვიყვან აქ სახელებს და გვარებს, იმიტომ რომ ეს არაფრის მიმცემი არ არის ჩვენი მსმენელისათვის. მთავარია ხალხმა გაიგოს სიმართლე და ვინ რა თქვა და რომელი რა გვარია ეს უკვე ასე თუ ისე 29 წლამდე ხელშეუხებელია ფაუჩი და უნდა შეერჩეს ამდენი სიბოროტე კაცობრიობის წინააღმდეგ. აი ხა ნახე რა მოხდა გუშინ ისევ შეიკრიბა სენატში ეს კომისია. განიხილეს მისი საქციელი, ესე იგი 29 რიცხვში შემდგარ არ პასუხებზე და ჩათვალეს ამას მიცეს კვალიფიკაცია, როგორც სენატისადმი უპატივცემულობა. აი ამ კუთხით ის შეიძლება უკვე გასამართლდეს და გადასცეს მთელი ეს დოკუმენტაცია, რაც იყო მათ მიერ მოძიებული, უკვე იუსტიციის დეპარტამენტს, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო ვერდიქტი. და უკვე დღეიდან დაიწყო ამ დეპარტამენტმა, ანუ იუსტიციის სამინისტრომ პლუს პროკურატურაც იქ შედის, დაიწყეს უკვე ძიება იმ ფაქტებზე, რაც მათ გადასცა სენატმა.
სენატს დაჭერის უფლება არ აქვს, თუმცა მოითხოვენ. და მთელი აზრი, ესე იგი, აი ამ დოკუმენტების გახმაურებისა დაიჭერენ ფაუჩის თუ არა, არის იმაში, რომ მოხდა აი ამ აფიორის აღიარება. და აქ წავა უკვე ჯაჭვური რეაქცია. უკვე ბევრი ადამიანის წაუყენეს ბრალდებები, ბევრის დაკითხვა ხდება და მოხდება მომავალში. მას შორის ბილ გეიტსის წინააღმდეგ არის აღძრული უკვე საქმეები სხვადასხვა შტატებში და არის ესეთი წინააღმდეგობა უკვე ძალიან დიდი შექმნილი, უკვე ხალხმა დაკარგა ნდობა იმათ მიმართ, ვისაც ერქვა აქამდე მეცნიერები. და ვინც კი ამართლებდა იმას, რომ აი კოვიდის დროს რაც მოხდა, იყო კარგი და იყო საჭირო, ის ადამიანებიც უკვე ხმას ვეღარ იღებენ. თუმცა რა თქმა უნდა, ამ ფაუჩის უკან დიდი ძალა დგას და უკვე იწყებენ მის გამართლებას. და მე გაოცებული ვარ იმითი, რომ საქართველოშიც Facebook-ზე უკვე შემხვდა განცხადებები. რომ ფაუჩი არის იგი ძალიან დადებით პიროვნება, ძალიან კარგი, ანუ ჩვენი კოვიდ ფაშისტებიდან და რამდენიმე ქალბატონი ექიმი, რომლებიც გამოდიოდნენ აქტიურად მაშინ და ისინიც, რომლებიც ახლა გამოდიან იგივე პაპილომა ვირუსის აცრისკენ მოუწოდებენ. ანუ იხტიბარს არ იტეხენ და პირიქით ამტყუნებენ კენედის, რომ კენედი მაურდაურია თურმე ყველაფერი. რა თქმა უნდა, კენედის ძალიან დიდი ძალისხმევით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ის იყენებს თავის თანამდებობას, მინისტრი არის ფაქტიურად ჯანდაცვის. კარგი რომ მას ეძლევა ამის საშუალება და ეს ტრამპის დამსახურებაა. ტრამპი და უდგას გვერდზე და თვითონ ტრამპის დაინტერესებაც არის, რომ ფაუჩი დაისაჯოს, იმიტომ რომ სწორედ რამდენიმე დღის წინ აი ამ სენატის განხილვის შემდეგ მან ინტერვიუში თქვა პირდაპირ, აი მე გუშინ წინ ნახე ეს ინტერვიუ, რომ რა თქმა უნდა ფაუჩი უნდა დაისაჯოს, იმიტომ რომ ბაიდენის მთავრობის დროს იყო ესეთი პრეცედენტები, როდესაც ესე იგი უპატივცემულობა გამოხატეს, ეს დაძდეს ბრალად სენატის და მთავრობის მიმართ და ის ხალხი დაისაჯა. ამიტომ ფაუჩი უნდა იყოს დასჯილი. ну ტრამპს ხა დიდი ზალა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ისე არ არის როგორც საქართველოში, რომ მინდა დავიჭირდა, მინდა არ დავიჭერ. იქ სენატი წვეს და დაბრალება და ესე ვერ დააბრალებ ხო რაღაცას და იმას ვერ ჩავდე ნარკოტიკს კიდე ხო. იქ სხვა კანონებია და მარტო პრეზიდენტი ვერაფერს ვერ წვეთს. ეხლა კონკრეტულად ხო კიდე რა იყო? იპოვეს ფაუჩის სახლის შრეკის დროს მისი დღიურები. და იქ პირდაპირ არის ჩანაწერები, სადაც ის წერს ყველაფერ ამას. წერს მაგალითად იმას, რომ როდესაც ბავშვების აცრაზე იყო ლაპარაკი კოვიდის წინააღმდეგ და ჩვენ მქონდა ამაზე გადაცემა, მე და შენ თუ გახსოვს, რომ იწვევდა მიოკარდიტებს ეს და პერიკარდიტებს და იყო გართულებები და კატეგორიულად არ იყო რეკომენდირებული ბავშვებზე და მოზარდებზე ამის გაკეთება და განსაკუთრებით ბიჭები ზარალდებოდნენ და ჩვენ სტატისტიკას დავდეთ მაშინვე და ვითხოვდით, რომ შეწყვეტილიყო ეს ბავშვების აცრა. თუმცა სხვათა შორის მივახციეთ კიდევაც და მასიურად ვერ აცრეს, ვერ გაბედეს. თურმე რა მომხდარა, ნახე, რაც ახლა გაირკვა. CDC, ანუ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, CDC, ვიმეორებ, რომელიც აძლევს რეკომენდაციას ამა თუ იმ წამალზე და მით უმეტეს ვაქცინაზე, იქ არის კომისია, რომელიც წასულა კატეგორიული წინააღმდეგი. ამაცრების, რომ ბავშვებისთვის, რადგან ეს იგი ერთხელ გაკეთდა და ნახეს ეს სავალალო შედეგები, მათ შორის სიკვდილიანობას და მიოკარდიტები და ეს მასიურად იყო პერიკარდიტები და მოითხოვეს ამის შეწყვეტა. მაშინ ფაუჩი თვითონ წერს, რომ ის დაუკავშირდა როშენ ვალევსკის, რომელიც იყო CDC-ის დირექტორი და ბევრი საუბრების შედეგად ის დაითანხმა. რაზე? რომ ამ ვალევსკიმ დაშალა ეს კომისია საერთოდ. და თვითონ ესე იგი თავის ინიციატივით მისცა უფლება ამის გაგრძელების რეკომენდაცია. და ამის საფუძველზე მე FDA-მ უკვე შეიყვანა ეს ძალაში. აი ესეთი დონის აფიორები იყო გაკეთებული. შემდეგ თუმცა ისიც უნდა დაისაჯოს. კი. აუცილებლად. კი, ისჯება ესეც, ისიც ისჯება. კი. იმათ წვებიან, იმათ არ აქვთ ეს ინდულგენცია, ამას აქვს. იმათი დასჯა შესაძლებელია, უბრალოდ ფაუჩიზეა ლაპარაკი დაიჭერენ. ანუ მასაც მოსთხოვენ პასუხს, მასაც მოსთხოვენ პასუხს, რა თქმა უნდა. შემდეგ არის ესეთი ის კიდევ პუნქტები, სადაც წერს ჩანაწერები თუ აი იმაზე რა ქვია, ლოკდაუნებთან დაკავშირებით, რომ არ იყო საჭირო ლოკდაუნები, არანაირი სამეცნიერო საფუძველი არ იყო ამისი
და განცხადები იყო, რომ ეკონომიკას დაარღვევდა, ეს დააზარალებდა ძალიან, აღარ არის ფსიქოლოგიურ დაზარალებაზე ლაპარაკი და ფინანსურზე მოსახლეობისა, ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევდა. ეს იყო ცნობილი და ბევრი იყო მის მოწინააღმდეგე, მაგრამ ფაუჩი კონკრეტულად წერს, რომ აი ვესაუბრე ნიუ-იორკის მერს მაგალითად და ის დავითანხმე. ვესაუბრე კიდე რომელიღაც და კონკრეტულად ასახელებს ამ ადამიანებს. კოვიდი რო დაიწყო, პრეზიდენტი ხომ ტრამპი იყო კიდე. ჯერ არ იყო გამოცხადებული და ფაუჩი მაშინ იყო მთავარი მრჩეველი პრეზიდენტების. ყველა პრეზიდენტი. ანუ ტრამპის დროს ატყდა ეს აურზაური და შემდეგ უკვე მერე ბაიდენი. მაგრამ რატო აი ვერ შეძლო მაშინ ტრამპმა წინააღმდეგობის გაწევა? როგორც ირკვევა, მე ხა პოლიტიკაში ვერ ვერკვევი რა თქმა უნდა. ტრამპის ძირითადი კოზირი იმ არჩევნებში, წინა არჩევნებში, სადაც ბაიდენმა გაიმარჯვა, ყოფილა ეკონომიკური ზრდა. იმიტომ რომ მან წამოწია ამერიკა. და საჭირო იყო აი ამის ჩამოსვლა. და ამისთვის იყო გამოყენებული ზუსტად აი ეს ფაუჩის ლოკდაუნები. იმიტომ ქონდა ამხელა მხარდაჭერა და იმიტომაც წააგო მან. თორე აი თვითონ ეს ვაქცინებზეც რო იყო ლაპარაკი, რომ კარგია და უნდა დაჩქარდეს და ტრამპი რო გამოდიოდა, ეს იყო ფაუჩის გავლენა, იმიტომ რომ მაშინ ეს ყველაფერი არ იყო ცნობილი. მაშინ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მეცნიერებმა უნდა შექმნან ვაქცინა, რომელიც ყველაფერს, ყველა იმ ვირუსს მოუხდება და დაშლის და ნუ ხა ტრამპი არ არის ექიმი. მაგრამ როდესაც მერე ტრამპი თვითონ გახდა დაავადდა კოვიდით, მას მკურნალობდა დოქტორი ზელენკო. ეს იყო ამერიკელი წარმოშობის ექიმი, რომელიც გარდაიცვალა კოვიდის ბოლო პერიოდში. სიმსივნე ჰქონდა მას. და ის იყო საშინელი მოწინააღმდეგე სხვათა შორის ამ ყველაფრისა. და როგორც კი მან დაუწყო მკურნალობა და მკურნალობდა ივერმექტინით მას. და ტრამპი მაშინ გამოდიოდა და უკეთებდა რეკლამას, ამბობდა, რომ არის წამალი ივერმექტინი. მერე ამაზე წავიდა კატეგორიული ისა, რომ აი ტრამპი კი არა, ესე იგი აიგრძალა, მე მახსოვს ზურაბ გურული გამოდიოდა და უგრძალებდა ჩვენ ექიმებს მკურნალობა სხვადასხვა წამლები და მათ შორის ივერმექტინით. ეხლა უკვე დიდი ამბავია ტეხი, დადგინდა რომ ივერმექტინი ზუსტად ძალიან კარგად მოქმედებს ამ კოვიდზე და საერთოდ ინფექციურ ვირუსულ დაავადებებზე და კონკრეტულად იმაზეც, ქვია, კოვიდზეც. მაგალითად რაში ყოფილა მიშველა კოვიდის დროს? ეხლა რაში ყოფილა საქმე? თურმე კანონით, ამერიკის კანონით, თუ კი არსებობს რაიმე წამალი, რამე საშუალება იმისი, რომ აი ამ დაავადებას მკურნალს იმ პერიოდში, მაშინ არ აქვთ უფლება, რომ დაჩქარებული წესით მიიღონ ვაქცინა. და მიზანი იყო კოვიდის აი ამ ვაქცინების შემოგდება, ხო? ამიტომ მათ უარყვეს ის ივერმექტინი და სხვა საშუალებები, აუგრძალეს ყველას მკურნალობა. იგივე გახსოვთ ანტიბიოტიკები იყო აკრძალული. მე ანტიბიოტიკმა მიშველა მაგალითად. მასალე. კი ბატონო. და დუმაწყვეტნებ თუ მე აზრი მე ბევრი რაღაცა მინდა მოვასწრო თქვა. ხო და თურმე აი ამიტომ ყოფილა იმის აკრძალვა და ეხლა წამოწიეს ეს თემა წინ უკვე. ეხლა რაც შეეხება აი ამ ლოკდაუნებს. ამან გამოიწვია ამერიკის იმის ეკონომიკის სერიოზული დაზიანება და დაზარალება, ხო? ისევე როგორც ყველა ქვეყნების. აი ამასთან დაკავშირებით კითხვები რო დაუსვეს, ამაზეც არ უპასუხა და რეალურად რა ხდებოდა, როგორც გაირკვა. ნუ ეს კიდე მანამდე იყო გარკვეული, აი ამის სხდომამდე, რომ იმან რა ქვია ფაუჩი, ხო? არაფერზე დაყრდნობით მოიგონა. ეს იყო თვითონ მისი გამოგონებული და ესეც მას ღიროებში უწევია. ლოკდაუნი, ჩაკეტვები, ეს უმუშევრობა, ეს დაფინანსება, ეს სიმბოლური დაფინანსება უმუშევარი ადამიანების, ხო? სკოლების დახურვა, რაც არანაირად არ იყო გამართლებული და არ იყო საჭირო. რამაც გამოიწვია საშინელი შედეგები მოწაფეებში, როგორც მათ სწავლასთან მიმართებაში, ისე მათ ფსიქოლოგიურ განვითარებაში და სოციალიზაციაში. და ნუ აი ასე შემდეგ, ბევრი ესეთი საკითხი იყო. იგივე ვაქცინების დაჩქარებული მიღება რომ მოხდა. აღმოჩნდა რომ ვაქცინებს რომ ჰქონდათ გართულებები და იყო გამოსაცდელ კონტინგენტში დიდი რაოდენობით სიკვდილიანობა, ესე ცნობილი იყო. და ეხლა მე თუ მქონდა ეს მონაცემები, ხო? ასე თუ ისე მქონდა რაღაცით ვიპოვებდი. რა ფაუჩი ხო იცოდა რა თქმა უნდა. და აი ამის დამალვაც ხდებოდა.
ეს დოკუმენტები ყველაფერი ამოღებულია და ეხლა კიდე მოხდა საინტერესო რამ გუშინ წინ ამოიღეს მისი მობილური პირადი, რომლითაც ის სარგებლობდა იმის დროს კოვიდის პერიოდში. და ხდება მისი გაშიფრა, რა თქმა უნდა, უმრავლესობა ამ დოკუმენტების ლაპარაკების წაშლილია, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება ამის აღდგენა ახლა. და კიდევ ბევრ ამას გავიგებ ძალიან საინტერესოს ამასთან დაკავშირებით. მე საინტერესო არის მისი ბილ გეიტსთან კონტაქტი, რომელსაც ის მალავდა, ხა თუ ამას დამალვა ქვია და შეიძლება ჩვენ ვიცოდით და მან მით უმეტეს. და ბილ გეიტს გარდა იმისა, რომ ამხელა დაფინანსებები ქონდა და აფინანსებდა ამის პროგრამებს, მისი ბილ გეიტსა და მელინდა გეიტსის ფონდი, გარდა ამისა ქონია ესეთი წვდომა. ეს რას ნიშნავს? ნებართვა. რომ მას ქონდა წვდომა ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო დოკუმენტებთან. და ამ საფუძველზე ის ესწრებოდა ყველანაირ ხთომებს, არაექიმი, არა მოღვაწეს, არანაირად შეხებაში ოფიციალურად არ მყოფიყო. მაგრამ აი ამის საფუძველზე ის ესწრებოდა ყველაფერს და იყო ყველაფრის საქმის კურსში და ბევრ ამას მართავდა კიდევაც, ხო? ეს უკვე ცალკე ბრალდება არის, რომელსაც დღეს უყენებენ ბილ გეიტს. და ვიმეორე ბილ გეიტსის წინააღმდეგ უკვე რამოდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში და რამოდენიმე შტატში ამერიკის არის აღძრული პროკურატურიდან ისინი ბრალდებები. ასე რომ ადამიანები რო წერენ, რომ არ გვჯერა არაფრის, Facebook-ში ბევრი წერს, რომ ეს არის ცირკი, ეს არ არის მეგობრებო ცირკი და ეს არ არის თამაში. ეს არის სერიოზული დაინტერესება და ის ადამიანები, ის სენატორები და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამისთვის დღეს იბრძვიან, ამბობენ, აკეთებენ ესეთ განცხადებებს, რომ ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ მსგავსი რამ ვეღარ მოხდეს მსოფლიოში. იმიტომ რომ აი ახლა პანდემია ხო ცხვირზე გვაქვს მომდგარი და მზაობა არის ჟანოს მხრიდან და ბილ გეიტსის მხრიდან ყველანაირი რომ აი ხვალვე დაიწყოს. მაგრამ ვერ აკეთებენ, ვერ ბედავენ, იმიტომ იმ მასშტაბს ვერ აიღებენ და მსოფლიო არის ინფორმირებული იმის შესახებ თუ გარდა ამისა ორი სერიოზული საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და ესეც ძალიან უშლით ხელს. იცი რა, იმდენად არ უშლის იმით და ირანში. არა, ნახე ეგ არ უშლის იმდენად ხელს. ლოკდაუნის არა, ლოკდაუნი არ არის ეხლა სხვანაირი პანდემიურისა, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, შეგახსენებ ეხლა, რომ ეხლა ახალი პანდემიური ხელშეკრულების მიხედვით მათ შეუძლია სულ რამდენიმე ქვეყანაში გამოაცხადონ და არა მასშტაბურად ეს პანდემია და რამდენიმე ქვეყანა ჩაკეტონ, რომელიც მათ არ წყობთ. და ისინი მზაობაში არიან და რამდენიმე ქვეყნის მთავრობასთან აქვთ მოლაპარაკება დადებული ხელშეკრულებები და აი აქ საგანგაშო ის არის, რომ ჩვენი მთავრობა ამას არ იმჩნევს, რაც ხდება, არანაირი ინფორმაცია არსად არ გასულა, აი პირველი ტელევიზია, სადაც ეჟღერდება, არის ახლა დღეს ჩვენი დღევანდელი ეთერი და თუ ადამიანები ამას გაუზიარებენ ერთმანეთს, კარგი იქნება. Facebook-ში ძალიან იბლოკება ყველაფერი ამასთან დაკავშირებით. ისეთი დაბლოკვა მაქვს მე, რომელიც არ მქონია კოვიდის დროს. ასე თუ ისე ვახერხებდი. ეხლა ნულოვან ახლებაზე ჩამომიყვანეს ჩემი ისინი. იმიტომ რომ მე სუვდებ იქაურ სიახლეებს და ყოველდღიურად რაღაცა ხდება და უკვე რამდენი ხანი გავიდა და ვდებს რაღაცებს. და ამერიკაში შეიქმნა ესეთი სისტემა მოძრაობა მაჰა. გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯამთელი. მაგრამ ეს უკვე ამერიკის ფარგლებს გაცდა. და მე ამაზე კონფერენცია მქონდა 25 წლის 24 წლის ბოლოს. თუ 25 წლის დასაწყისში უკაცრავად როგორც კი შეიქმნა, როგორც კი კენედი დაინიშნა მინისტრად უпростоრად. და მიუმართე კიდევა სახელმწიფოს, რომ მოდი ჩვენ შევიდე და იმათთან ეს მაქვს მიწერ-მოწერა და უახლეს ინფორმაციებს მაწვდიან. და ეს არის უკვე მოძრაობა. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური, ანუ როგორც თვითონ ამბობენ და ვეთანხმები, ზე პოლიტიკური. იმიტომ რომ ეს ეხება კაცობრიობის ჯანმრთელობას და გადარჩენას კაცობრიობის. თუმცა ჩვენთან ამაზე ისევ დუმილია და ჩვენ ამის საწინააღმდეგოდ ჩავეხუტეთ ჯანმოს, შევედით მის გამგეობის წევრად და ეხლა ხან იყო ჩამოსული ჯანმოს ერთ-ერთი წარმომადგენელი სერიოზული, რომელმაც დიფერამბები უმღერა ჩვენ ჯანდაცვის სისტემას, თურმე ისეთი ჯანდაცვა ქონია, ისეთი აწყობილი, რომ სოფლიო უნდა გადაიღოს. და თურმე 7 წელიწადში, ბოლო 7 წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ, როგორც ამ კაცმა თქვა, მალარიიდან
თავისუფალი ქვეყნის სტატუსს. მე რო დავიბადე, მე ვარ 70 წლის. მე რო დავიბადე, მალარია უკვე აღარ იყო. მესმოდა როგორც წარსულის გადმონაშთი და ამ 7 წელიწადში რა საიდან მოიტანეს ეს მონაცემი, მე არ ვიცი. და სხვათა შორის მან კიდე ესეთი რამე თქვა, რომ აი თქვენი ჯანდაცვის მეშვეობითო, სწორი ჯანდაცვის პოლიტიკითო მიაღწიეთ იმასო, რომ ესე გაიაფთა წამლებიო. შევედი მე აფთიაქში მოვიკითხე რამე ხო არ გაიაფთა მართლა მე. არა, პირიქით გაძვირდა. ხო. ის რაც იყო იაფი ადრე, კურიერში ესე გავიგონე. კურიერი რადგინად გაიარეთ ნებისმიერ რა. უცხოელმა თქვა, ჯანდაცვის წარმომადგენელმა თქვა. ჟურნალისტი არ უთქვია. იმან თქვა, იმასთან იყო ინტერვიუ. ნუ დავჭი გაუცებული. მე რისმა მინდა ამითი, რომ რაღაცა სხვა თამაში მიდის ჩვენთან და რო იყოს ეს პანდემიის გამოცხადების ის რო დაიწყონ, ჩვენ ალბათ პირველები ვიქნებით, ვინც ამას დაიწყებს და ტაშ დაუკრავს. ამდენად მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა ხდება. ეს არის ჩემი დღეს აქ მოსვლის მიზანი, რომ ის აფიორები, რასაც ხალხი უკვე პრინციპში აცნობიერებს, ის იგივე პირბადეები, რომელიც არანაირად არ იყო საჭირო და არაფრისგან არ იცავდა, ის 2 მეტრიანი დისტანცია, როცა კითხეს ფაუჩის, ახლა კი არ ამ დაკითხვაზე, როცა უარი თქვა ყველაფერზე, ადრეც იყო მისი გამოკითხვა და უფრო დაბალ დონეებზე. იქ მაშინ მან თქვა, რომ კითხეს, რომ რის საფუძველზე თქვიო, რომ ეს პირბადეები უნდა გაიკეთონო და მე ესე ჩავთვალე საჭიროთო. და რის საფუძველზე თქვი, რომ დისტანცია უნდა იყოს 2 მეტრიო. ნუ ესე ჩემი ის იყო შეხედულებაო. ანუ არაფერს არ ეფუძნებაო, თვითონ აღიარა ეს არის მისის ჩანაწერები, ყველაფერი არსებობს, ხო? პირიქით ის პირბადე ძალიან ის იყო, დამაზიანებელი. რა თქმა უნდა. მაგრამ იგივე ის კლინიკებში, ხო, ერთ-ერთი ძირითადი ბრალდება რა იყო კიდე და კითხვა, რომელზეც არ გაცა პასუხი, რომ მის მიერ შექმნილი ეს პროტოკოლები იყო მომაკვდინებელი. კურნალობის პროტოკოლები. რაც იყო სასიკვდილო. რომ თელ სოფლიოში ესე იგი იყო ეს იზოლები თავს მოხვეული და ამის მეშვეობით იხოცებოდნენ ადამიანები. ეხლა იქ მოცემული არის სტატისტიკა ამერიკელების ძირითადად, რასაც ეფუძნებიან აი სენატორები და სერიოზული მეცნიერები. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ქვეყნების სტატისტიკაც, რომელიც იგივეს ადასტურებს აბსოლუტურად. მაგრამ ეხლა ზოგიერთი იმაშვება წერს, რომ ახლა დავდე თქვა ეს ამათი ინფორმაციები და ვიდეოები მიდევს ყველაფერი მე ჩემ გვერდზე, უდევს კიდე რამოდენიმე იმას. მაგალითად ხათუნა ჯანჯალია, რომელიც არის შვეიცარიაში და ძალიან პირდაპირ ეთერებში უყურებს ყველაფერს და ცინცხალ ინფორმაციას გვატვის ხოლმე, მასაც უდევს. საკმაოდ პოპულარული არის, მისი გვერდი არ არის დაბლოკილი, შეგიძლიათ შებრძანდეთ და ნახოთ, იქ წაიკითხოთ ეს ყველაფერი. და ზოგიერთი ესეთ იმას კომენტარებს აკეთებს, რომ რატო არ იჭერენ ჩვენ კოვიდ ფაშისტებს. აი მაშინ დავიჯერებ ჩვენებს რომ დაიჭერენ. რა შუაშია მეგობრებო ჩვენი ქვეყანა. ის ამერიკაზეა ლაპარაკი, ის თავის ქვეყანაზე ზრუნავს. ჩვენ ქვეყანაზე ჩვენ თვითონ უნდა ვიზრუნოთ. მე არავის დაჭერას არ ვითხოვ, არავის დაჭერის მომხრე არა ვარ, მაგრამ სამაგიეროდ ის რაც არ ყოფილა კოვიდის დროს, ეხლა ჩემ დაჭერას ითხოვენ. ოღონდ საფუძველი ვერ გავიგე. ვინ ითხოვს თქვენ დაწერას? ნუ Facebook-ში ვიღაცები. აი, ნუ მიაქცევთ ყურადღება. არა, მე არ ვაქცევ, მაგრამ რას ვამბობ, რომ კიდევ უფრო აგრესიულები ხდებიან. ეს კი რაც უფრო მეტი ინფორმაცია იდება, რომ ჩვენ რასაც ვამბობთ, ის არის სიმართლე. და მტკიცდება ეს. მით უფრო აგრესიულები ხდებიან აქაური ჩვენი ეს აპოლოგეტები ამასრების. და კიდე ერთი, აი ხა რომ შემოვდიოდი შენთან, ზუსტად ამირეკე შვეიცარიიდან და მომეწოდეს ახალი ინფორმაცია გრიპის ვაქცინებთან დაკავშირებით. აი გრიპის ვაქცინებთან მინდა კითხვა დაგისვა რა. აი მართლა მაინტერესებს. ნახეთ, ვინც ჩემიანი, ვინც იკეთებს, სულ ეკითხები. აიცერი არა გრიპი და ამ დროს აქვს 40 სიცხე და რაში გეხმარება ეს ხო მაინც გაცივდი. ანუ აცრა იმაში მჭირდება რომ არ დამემართოს, ხო? და არა იმაში რომ მაინც დამემართოს და ჩვეულებრივად ვიმკურნალო. მე მაშინაც რომ მითხარი არ გამაწყვეტინო, მეც და დედა მაშინ 97 წლის იყო, ორივე მოვიხადეთ კოვიდი და ვიმკურნალეთ ანტიბიოტიკებით და არანაირი გართულება არ ქონია. ანუ აი ვერ გავიგე, როდესაც ადამიანებს ეუბნებიან, ეს აცრა რას აკეთებს? გრიპი მაინც გემართება, ხო? მე მაგალითად აცედს სვამ და თვალი არ მეცეს, ღმერთო დამიფარო, 2-3 წელია გრიპიც არ მქონია. აი აცრა მაგალითად რას აძლევს, თინიკო ამიხსენი. ეხლა ნახე, აი ეს კლასიკური აცრები, რომელიც იყო, ისინი შეიცავენ სინდიხს და ესე შემდეგ ალუმინის და ადიუვანტებს და კონსერვანტებს
და როგორც წესი 4 შტამს შეიცავენ, ხო? იმ 4 შტამიდან ან იქნება ის წინასწარგათვლილი ხდება კომპიუტერით გათვლა და თეორიული, ან იქნება ის ვირუსი და ან არა, ხო, საერთოდ. მაგალითად, წლების განმავლობაში არის ჰონკონგის ვირუსი შედის იმ აცრაში, რომელიც რამდენი წელია უკვე აღარ ყოფილა ბუნებაში, აღარ არის, აღარ შეიძლება არის, მაგრამ ესე მასიურად არ არის ყოველ შემთხვევაში. თავისთვის არის. გრიპი არის, როცა მაგალითად სიცივეში მოხდება. აი, რა არის თვითონ გრიპი? გრიპი არის, როცა შეხვდება რომელიღაცა ვირუსი. A ტიპის, B ტიპის რომელიღაცა რა. გაციება არ არის. გაციება პროვოცირებას აკეთებს უბრალოდ. გაციება, გადაღლა, ლოთობა, ბევრი მოწვა. იმუნიტეტის დაცემას რაც იწვევს, ხო, იგივე კონდიციონერები. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაც დაიწყო ეს გრიპის აცრები, იმის მერე მოიმატა პროგრესულად ალცგეიმერმა. და ყველაზე აცრილ გრიპებზე ვინც იცრება იმ ქვეყნებში, ალცგეიმერი არის ერთ-ერთი კატასტროფული დაავადება, ხო, მაჩვენებელი. საკმაოდ ახალგაზრდებში, ადრე თუ სკლეროზი ემართებოდათ მოხუცებულებს, ეხლა საკმაოდ ახალგაზრდებს ემართებათ, ოღონდ ამას ალცგეიმერი ქვია. ცოტა განსხვავებული არის ჩვეულებრივი სკლეროზისგან, იმიტომ რომ არ არის ფიზიოლოგიური. სკლეროზი მაინც უფრო ფიზიოლოგიურია დაბერებასთან დაკავშირებული. და ამის სტატისტიკა დიდი ხანია არის და რატომ სტატისტიკა მე თვითონ ხედავ ამას გადასარევად ჩემი იმით და მეცნიერული კვლევები კიდე ადასტურებენ ამას ხო და ეხლა გამოვიდა კიდე ერთი ხო გარდა ალცგეიმერისა უამრავი სხვა გართულებები აქვს ამ გრიპის ვაქცინებს და ეხლა რამდენიმე დღის წინ FDA-მ ამერიკის დაამტკიცა მოდერნას ახალი ვაქცინა რომელიც გრიპის ვაქცინა, რომელიც არის თანამედროვე, არა კლასიკურად ამზადებული, არამედ RNA ვაქცინა, ისევე როგორც იყო ეს COVID-ის საწინააღმდეგო მოდერნას და Pfizer-ის ვაქცინები. სხვები არა, ეს ორი იყო. და უკვე ცნობილი არის, რომ ეს ვაქცინები გამოცდილი იყო 40,000 ადამიანზე, რაც არის ძალიან ცოტა და ცნობილი იყო, რომ თუ იმ კლასიკური ვაქცინებისგან დაზარალება სერიოზული და სიკვდილი იყო 1.7%. აი ხა დღეს დაიდო ეს სტატისტიკა გახმაურდა. აი ამ ახალის უკვე, აი ამ გამომცაცდელ 40,000 ადამიანში უკვე არის 7.6% სიკვდილიანობა და სერიოზული ძალიან მძიმე დაავადებები. რატო იკეთებენ აცრას გრიპის? რატო იკეთებენ? იმიტომ პროპაგანდა მიდის და იმიტომ. და გონიათ რომ არ დაემართება თუ ადვილად მოიხდიან. ორივე ზოგს ის გონია, ზოგს ეს გონია და ნუ ხა ვისაც უნდა გაუმარჯოს გაიკეთონ. ჩემი თავარი ის არის რომ ავხსნა და ვისაც ღმერთი დაიცავს ამისგან, იმის ტვინამდე მივადა ხა. ვისაც უნდა, კი ბატონო, მისი ნება, მე არ ვეუბნები რომ არ აიცრა. უბრალოდ უხსნი რა ხდება. კი ბატონო. და RNA ვაქცინების გართულებები ვნახეთ ჩვენ ხო რაც არის. ეხლა აი ეს გრიპის RNA ვაქცინები ამ 40,000-ში უკვე რას იძლევა? იგივე ტრომბოზებს, რასაც იძლევა კორონა. ძალიან დიდ ხანს რჩება ორგანიზმში. იგივე ეს ცილები ხო იყო სპაიკ ცილებზე აგებული. იგივე არის აქ ხო, ოღონდ იქ იყო კორონას ვირუსებზე, აქ არის სხვა ვირუსებზე. და ეხლა კიდე ძალიან საინტერესო ის დაიდო ინგლისში დაიწყეს მუშაობა ეგრეთ წოდებულმა მეცნიერთა ჯგუფმა იმაზე, რომ მოიგონეს X დაავადების, X ვირუსის ვაქცინაზე მუშაობენ. ანუ ვირუსი არის X-ი ჯერ. არიციან რა? არიციან რა არის. მაგრამ უკვე მუშაობენ. ნუ რაღაც აბსურდამდეა მისული სიტუაცია, ფულზე გადაირიენ, მაგრამ მარტო ფულში არ არის ნინო საქმე. გავიხსენოთ ჯეფრი ეპშტეინის ფაილები. 6 მილიონი ფაილია. აქედან ნაწილი არის გამოქვეყნებული და გაშიფრული ჯერჯერობით, ხო? აი ამ გაშიფრულიდან 2,500 რაღაცა არის ეპშტეინისა და ბილ გეიტსის მიმოწერა. და მიმოწერა არის იმ თემაზე, რომ როგორ მოახდინონ ადამიანთა დეპოპულაცია. ანუ შეამცირონ რაოდენობა კაცობრიობის. იმიტომ ძალიან შემაწუხებელია პლანეტა ვეღარ უძლებს და რაც შემდეგ მოგეხსენება. იქ კონკრეტულად ამბობს ბილ გეიტსი რამოდენიმეჯერ რომ ჩვენ გვჭირდება, ეპშტეინი ეუბნება უკაცრავად, რომ ჩვენ გვჭირდება ჯანდაცვის სისტემა და მეცნიერები. ამაზე ბილ გეიტსის პასუხებია კონკრეტული, რომ ამას მე ჩემ თავზე ვიღებ. მეცნიერება და ჯანდაცვის სისტემები გყავს. ამას გავაკეთებ მე. და ეს გრძელდებოდა, ხო, ყველაფერი. ეპშტეინი აღარ არის, თუმცა კაცმარიც ის არის თუ არა ცოცხალი, მაგრამ ნუ ითვლება რომ არ არის. მაგრამ
Bill Gates-ი აგრძელებს ამ პროგრამას, ხო? ეს არის ევგენიკა ფაქტიურად, რაც ესენი აკეთებენ. ოღონდ უკვე დახოცვასთან დაკავშირებული და შენ თქმის არ იყვეს. ხო, კიდევ ერთი რამე და გაგახსენო. შენ თუ გახსოვს სუთავიდან რომ დაიწყო კოვიდი ესპანეთში და იტალიაში მოხუცებულთა სახლებში დაიხოცა ხალხი და მე მაშინვე ვთქვი ისინი დაიხოცენ იმიტომ კოვიდის ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაიხოცენ მალე იმიტომ დაიხოცენ რომ მათ ახალი გაკეთებული ჰქონდათ პნევმონიის საცრები და გრიპის საცრები და ამან ორგანიზმმა ვერ აიტანა ეს ყველაფერი უკვე მესამე აცრა ერთობრიობაში ხო ზოგან ის იყო ზოგს პნევმონია ქონდა გაკეთებული, ზოგან გრიპი. და აი ამის გაკეთება არ შეიძლებოდა ერთდროულად. დაიხოცენ, მით უმეტეს ეს მოხუცები. და მე თუ გახსოვს, შენთან მქონდა ვიდეოს ვაჩვენეთ. ერთ-ერთი ბაიდენის მთავრობის წევრი გამოდიოდა მამაკაცი, ვარი აღარ მახსოვს, რა არის ეს ჩანაწერებში ყველაფერი ვიდეო. და ამბობდა, ეხლა მივხვდი რატომ აქ ორი ხელიო. ერთში უნდა გავიკეთო გრიპის საცრავ და მეორეში კოვიდის, ხო გახსოვს? კი. ეხლა ეს კაცი გამოდის და იძახის, რომ აი ეხლა ეჭვი შემეპარა, რომ სწორი იყო, რომ ესე გავიკეთე. ორივეო. ხო, და გამეცინა ეს რომ ვნახე, რომ ორივეს გაკეთება არ შეიძლება. ეს არ შეიძლებოდა და საერთოდ ეპიდემიის დროს გაკეთება სხვადასხვა ვაქცინების არ შეიძლება, ჩერდება, მაგრამ აქ დარღვეული იყო ყველანაირი ეპიდემიოლოგიური კანონები, რაც კი არსებობდა და შენ გახსოვს ნოდარ გოგებაშვილი ცხონებული რომელიც ძალიან გვედგა გვერდში და სხვათა შორის პირველად შენთან იყო ეთერში ზუსტად სტუდიაში და მან თქვა თავის ინტერვიუში თქვა ესეთი რამ რომ რა ხდებაო ახალი ეპიდემიოლოგია გამოიგონეს და ჩვენ არ გვეუბნებიანო და ესო რა იმუნოლოგიაზეა ლაპარაკიო აი ზუსტად ნოდარის სიტყვებს აი ეს ყველაფერი არის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ზუსტად ამაზეა საუბარი. ამაზე საუბრობენ ამერიკელი პოლიტიკოსები დღეს, ოღონდ რესპუბლიკელები. ნუ დემოკრატები რა თქმა უნდა კრიჭაში უდგნენ, იმიტომ რომ ეს ინიციატივა ხა არის იმის რა ქვია რესპუბლიკელების და მათ არ აწყობთ ეს რა თქმა უნდა. და მეც რას გეტყვი? აი ხა მაგალითად ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ვინც არის მან იმის მერე რაც კენედი მოხსნა ეს სავალდებულო აცრები საერთოდ გააუქმა და თქვა რომ მიიღეს ფედერალურ დონეზე ეს კანონი რომ უნდა იყოს ნებაყოფლობითი და სამშობიაროში საერთოდ აიგრძალოს ორ თვემდე ლაპარაკიც არ უნდა იყოს ბავშვის საცრაზე არც ბეკეპატიტზე და არც რამე სხვაზე და ორი თვეც რა ორი თვის მერე რატო უნდა იყოს არა ორი თვის მერე უკვე ასე თუ ისე რაღაცა ნუ გასაგებია ბავშვის მდგომარეობა თქვა ხო თუ ლაპარაკი იქნება ორი თვის მერე, მაგრამ არანებაყოფლობით, არამედ ექიმს აქვს მხოლოდ უფლება, რომ რეკომენდაციის სახით უთხრას. და თუ იყო 72 აცრა, ეხლა არის 11, რა ხალხა განსხვავებაა ნახე, ხო? ანუ ამ 11 ვაქცინიდან შეუძლია შესთავაზოს და უთხრას, რომ აი კარგი იქნებოდა ეს რომ გაიკეთო, თქვა. და გარდა ამისა, ეხლა იბრძვის კენედი იმისათვის, რომ ამოიღონ ვაქცინებიდან დიდი ხანია იბრძვის ახლა კი არა წლებია თიმეროსალი რომელიც სხვათა შორის გრიპის ვაქცინაში შედის და მე გუშინ წინ დავდე კიდევაც ეს ინფორმაცია ხო ინფორმაცია რას წარმოადგენს ეს თიმეროსალი ეს არის სინდიყის ანუ ვერცხლის წყლის მარილი რომელიც არის ძალიან ტოქსიური გადის აი ამ იმას ჰემატოენცეფალურ ბარიერს მოაჯებირს აღწევს ტვინში და აკეთებს ტვინის ინტოქსიკაციას, ტვინის უბნების, ასევე აკეთებს ღვიძლის, თირკმელების და ასე შემდეგ დაზიანებას სხვადასხვა ორგანოების. და დიდი ხანია ესე იგი ფაუჩი რა იყო, კენედი იბრძვის ამისათვის, 1-20 წელიწადია რაც მე ვიცი. რომ ამოიღონ და სუპირდებოდნენ ამოვიღებთ და ეხლა უკვე ძალაუფლება აქვს და მე მგონი უკვე ხო საკანონმდებლო დონეზე უკვე მიაღწია და აი ამ ფონზე ეხლა რა ხდება ნახე და ხო კიდე ერთი კენედიმ აკრძალა დაწერა აკრძალვის ბრძანება და მოაწერინა ხელი ტრამპს იმაზე რომ RNM ტექნოლოგიების ვაქცინების კვლევები წარმოებდეს. აი ესეთი აცრებისათვის თორე ეს RNM ტექნოლოგიები რაც გამოგონებულია თქვა სიმსივნეების და ინდივიდუალური ის სხვა რამე აქ ვაქცინებზეა ლაპარაკი. რომ აი ეს ტექნოლოგიები ამ ვაქცინებში ესედა მასიურად არ შეიძლება ამათი გამოყენება და აიგრძალოს. აი ამ ფონზე იმის გუბერნატორმა, ნიუ-იორკის გუბერნატორმა მაგალითად გაამკაცრა და იყო ფედერალური კანონით
ბევრ შტატშიც და ფედერალური მითიც არის რელიგიური ნიშნით განთავისუფლება. თქვათ რაღაცა არის ამიშები მაგალითად რაღაცა სარწმუნოება არის, რომლებიც ლოკალურად ცხოვრობენ რამდენიმე შტატში და იქ განთავისუფლებულები არიან და დადგინდა რომ დიდი ხანია დადგინდა რომ ამათი შვილები და ეს ადამიანები არიან გაცილები ჯამთელები და არიან აუსრელები. და დადგენილია რომ აუსრელი ბავშვები არიან 1135 ჯერ უფრო ჯამთელები ვიდრე ასრილები. ახლა რა მონაცემია ნახე და ახლა ამას მე ხوارობ. მე ვახმოვანებ და მომაკვენამდე. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა და აი რეზუმეს სახით. ხო და აი ამ ფონზე ნიუ-იორკის მერმა ადგა და ამ ამიშების ორი სკოლა არის ნიუ-იორკში თუ მის გარემოში აგრძალა. მოხსნა ეს ისა. სასამართლოს ძალით იქ ყველაფერი ეს ხდება სასამართლოს ძალით ხდება. ანუ ჯიბში უდგას კენედის და ტრამპს. და ესეთი რამდენიმე შტატია, ვინ ჯიბში უდგანან და რაღაცებს არ აკეთებენ. რამდენიმე შტატია, რომელიც მთლიანად გადავიდა ამ კენედის რეფორმებზე და მთლიანად მიიღო. ეს არა მარტო ვაცრებს ეხება ბევრ ამას, კვებას, იმ რო დაფრინავენ თვითფრინავები და გვაყრიან ხიმტრეილერები და ასე შემდეგ. იგივე საკვები, იგივე ნიადაგი და ასე შემდეგ. რეზუმეს სახით რა მინდა თქვა მეგობრებო, რომ ის რაც მოხდა, დაიჭერენ ფაუჩის თუ არა და იმედი მაქვს რომ მაინც დაიჭერენ, მაგრამ ის დაისჯება აუცილებლად. ის იქნება ქონებრივი ჩამორთმევა, რეგალიების ჩამორთმევა და ის რო გახმაურდა და მისი აფიორები ეს ღიად გაიხსნა და დადგინდა რომ ყველა ის სიმახინჯე რაც ჩვენ გადავიტანეთ კაცობრიობამ COVID იმის დროს, აფიორის დროს, რო იყო აფიორა, იყო მისი ამბიციი და მისი რაღაცა პოლიტიკური და ფინანსური მიზნები. თუმცა არა მხოლოდ მისი, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო აყვა და არა, ნუ რაღაც ჯგუფი აყვა, რომლის ხელშიც იყო ეს საქართველოშიც აყვა, ხო? ვის ხელშიც იყო ხელისუფლება. ხო და მაგაშია საქმე, ხა იმას რო თხოვ რაღაცას, შენსაც მოთხოვე და შენი ნუ დაემორჩილება, თორე ჩვენი რო ყოფილიყო, ჩვენი მთავრობა თავის სიმაღლეზე და დავეცავი ჩვენ. ეს არ მოხდებოდა ყველაფერი. ხა იგივე ცოლი ხმართა რომ არ ჯდებოდა მანქანაში გარჩეთ ქვეყანაში არა სასაცილო და იყო რაღაც ისეთი რაღაცეები თუმცა შავი პარკებიც რამდენიმე ქვეყანაში იყო რომ შავი პარკებით იმარხებოდნენ ადამიანები კი ის რომ ეს გახმაურდა ის რომ ეს სენატის დონეზე არის იგივე ადამიანებს რომლებიც ამას გაიგებენ და გაიაზრებენ დაიცავს შემდეგი აფიორისაგან და გამოაფხიზებს. მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, ანუ. უნდა ვიყოთ მზად. და გონიერად უნდა ვიყოთ მზად. რა თქმა უნდა და უკვე მსოფლიო მთავრობები და ეს მითომეცნიერები ვეღარ გაბედავენ. ამის გავსი რაღაცების გაგეხება. ღმერთმა გესმინა. ძალიან დიდი მადლობა, დენიკო, მადლობა. და დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველას, ვინც გვენდო, არა იცრა. არ დაექვემდებარა აი ამ დებილურ კანონებს და ვინც საღგონებაზეა დარჩენილი და არ გულანძღავთ და მადლობებს გვეუბნება. დიდი მადლობა სულ ყველას ამისათვის. მადლობ. ესეთი ბევრია. გასილებით მეტი ვიდრე მეგონა სხვათა შორის. დიდი მადლობა და მე პარასკევამდე გემშვიდობებით.